ვილი სანიოლი, ეს სიტუაცია ჩვენი ნაკრებისთვის დიდი პრობლემა იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტუმრო პარაგრაფში პრეს-კონფერენცია გამართა და თურქეთსა და ბულგარეთთან მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა. ბევრ საინტერესო თემასთან ერთად ვილი სანიოლმა მეკარეების უთამაშებლობას გაუსვა ხაზი, მწვრთნელის აზრით თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა ეს დიდ პრობლემად იქცევა. სამწუხაროდ სათამაშო დრო არ აქვს ჩვენი ნაკრების არც ერთ მეკარეს უთამაშებლები არიან როგორც მამარდაშვილი, ასევე გუგეშაშვილი. თუ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, ეს დიდ პრობლემად იქცევა. იმედია ყველაფერი გამოსწორდება. თურქეთი ძლიერი და ამბიციური გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, გვაქვს პოტენციალი დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. სექტემბერში რთულია თამაში, რადგან სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. დავაბრუნებ თუ არა სამცველიან ტაქტიკას. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა დავალებები შეასრულონ. ტაქტიკური სქემა იმაზე იქნება დამოკიდებული, დაცვის სისტემასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ნაკრებში მოსვლის შემდეგ ვცდილობთ, გუნდში ახალგაზრდების ინტეგრაცია მოხდეს, ამჯერადაც ორი დებიუტანტი გვყავს, გიორგი აბუაშვილი და ნოდარ ლომინაძე. არიან სხვა საინტერესო მოთამაშეებიც, გიორგი კვერნაძე და ნიკა გაგნიძე. თაობათა ცვლა და გუნდის გადახალისება ბუნებრივი პროცესია.